97-ით 3 მოიგო ბიძინა. ბიძინას ოდნავი კომბინაციები დაჭირდა იმისთვის, რომ ამ საზოგადოების ხმების 97% და თაიდანაც შეიძლება ნახევარი უბრალოდ მისი ხარდამჭერი არ არის, ბილად რომ ვთქვა, მოაჩინა მის კალათში. 97-ით 3 რომ მოიგო, ეს ფაქტია. ამის უბრალოდ არაღიარება ხო არ შეიძლება პარლამენტში მარტო თვითონ ზის. ვინაიდან 3%-იან პარტიას არ აქვს საშუალება პარლამენტში შევიდეს, შინაარსობრივად ამ წუთის მოცემულობით რო შეხედოთ, 100%-ია პარლამენტში ხოცები. ჩვენ 3 ვიყავით, რომელიც ასევე აღიარებს ამ არჩევნებს. შესაბამისად, დანარჩენებმა არ აღიარეს, მაგრამ ხმები გადაულოცეს ხოცებს. ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს რა კომბინაციას ჩაატარებს საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების 97%, დანარჩენი ან იმის გამო რომ შეიძლება გეგმას არ ასახელებს კარგს რევოლუციურს, ან იმის გამო რომ ხალხი არ ვარ გადა ვერ მიყვება გმირ პოლიტიკურ ლიდერებს, ან იმის გამო რომ რა ვიცი ბიძინას უკან დგას რუსეთი ან ბიძინას ბევრი ფული აქვს. ნიშნულობა არ აქვს, რაც კიდე ეს არგუმენტი ვთქვათ. საბოლოო ჯამში ხოცები აღმოჩნდნენ, ანუ ეს ხმები, რომლებიც აი თუნდაც ხოცების საწინააღმდეგოდ იყო, მართლა იმ გაგებით, რომ ხმები არ დაიკარგოსო, დაიკარგა და აღმოჩნდა ხოცების კალათაში, იმიტომ რომ ხოცებს რამდენი პროცენტით სჭირდებათ, იმდენი პროცენტი პარლამენტში აქვთ და იმას აკეთებენ, რაც უნდათ, არც ქუჩაში უშლის არავინ ხელს და არც ქუჩის მიღმა. ამისთვის ერთადერთი გამოსავალი, სწორი, ერთადერთი რაც არის ის, რომ დავფიქრდეთ მეორეჯერ რა უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ბიძინამ 97% არ აიღოს, ხმა რო არ დაიკარგოს ამის შიშით.